მუცლის ყრუდკივილი, თაბუროსხვევა და თვალთდაბნელება. ეს ერთ-ერთი ქრონიკული დაავადების სიმპტომები. ექიმები მის თავიდან ასაცილებლად საყვარელი ადამიანის გამოხედვას, ან კარგ შემთხვევაში მასთან ჩახუტებას გურჩევენ. ალბათ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ ამ დაავადებას მრავალი ადამიანი გაუბედნიერებია, მაგრამ ბევრიც გაამწარა. გონით როა გითხრათ თუ რა არის ეს? დიახ, ეს სიყვარული. მან დიდი დრო გამოიარა და 21 საუკუნეშიც დაიმკვიდრა თავი, მაგრამ სანამ 21 საუკუნეს შევეხებოდეთ, მოდი ცოტა უკან დაუბრუნდეთ. ეს ის დროა, როდესაც მამაკაცები საყვარელ ქალს სერენადებს უმღეროდნენ და მისი გულის მოსაგებად არც საგმირო საქმეებს თაკილობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ბატონ ზურაბს მისი რჩეულისთვის სერენადები არ მიუძღვნია, მან მაინც შეძლო მისთვის თავის შეყვარება. წყვილი უკვე 55 წელია ერთად ცხოვრობს და ბედნიერად იხსენებს განვლილ ცხოვრებას. ყველაფერი ასე დაიწყო. ისინი ერთმანეთს გააცნეს. გავიცანით ერთმანეთი 1955 წელს. ზურიკოს დეიდას ბინაში აქ ცხოვრობდნენ საბურთალოზე და მოვედი სტუმრად, ეს ჩამოსული იყო ტრიბულიდან და მოხდა ჩვენი გაცნობა. წარმატებული გარიგების შემდეგ მათი ურთიერთობა გაგრძელდა. ქალბატონი გულიკო ქორწინების წინააღმდეგი იყო. მე უარი ვთქვი იმ მიზეზის გამო, რომ სკოლა მქონდა ახალი დამთავრებული და უნდა ინსტიტუტში ჩამებარევლინა. მე რა ვიცი, მოდი მარტო ხელი მოვაწეროთ ხელი და 55 წლის 9 აპრილს მოვაწერეთ ხელი. ქორწინების შემდეგ მათ დასავლეთ საქართველოში იმოგზაურეს. ბატონი ზურაბი ბედნიერი იყო, რადგან მისმა მეუღლემ ნათესავებს თავის შეაყვარა. ძალიან შეაყვარა ჩვენ ნათესაობას თავი დედა, ჩემს მამა, ჩემს ოჯახის წევრებს. საჩუქრები ხომ შეყვარებული წყვილის განუყოფელი ნაწილია და ბატონი ზურაბიც ყოველთვის უკეთებდა საყვარელ მეუღლეს სიურპრიზებს. ყოველთვის ცდილობდა ძალიან კარგი რაღაცეები, თქვათ, ოქროს ბეჭედი იყო, თუ ცეპი იყო, თუ ასეთი რაღაცები სულ მოქონდა საჩუქრად. ქალბატონი გულიკოს თქმით, მისი ქმარი მსრუნველი მამა და კარგი მეოჯახია. დღეს ქალბატონი გულიკო 76 წლის, ხოლო მისი მეუღლე 84 წლისაა. მათ მეტნაკლებად მოსწონთ ახალი თაობა. მათ დროს ხომ ყველაფერი სხვანაირად იყო. დგევართ ხოლმე აივანზე და ვიყურებით, მოდიან რაღაც სიყვარულს როგორ არ მივესალმები, მაგრამ არავით არა, იქვე მოდის ვიღაც მამაკაცი, იქვე მოდის ქალი. არავით არ მორიდება, ჩვენ დროს ასე არ იყო. ჩვენი გადასახედიდან ჩვენ არ მოგწონს. ჩვენ მე-7 სართულზე ვართ, ვუყურებთ ყველაფერს აქედან, კაცო, არ წვენიათ არაფერს, არ წვენიათ რა. წყვილი დღემდე შეხმატვილებულად ცხოვრობს, ერთმანეთს აზრებს უზიარებს და რჩევებს აძლევს. ასე წლის შემდეგ ისე ვიждებით მე და შენ ბაღში, ასე წლის შემდეგ ისე ვიჩუბებ ჩემს ახალ სახლში, ასე წლის შემდეგ ალბათ ეს დრო გეცნობათ. ჯინსები, კედები და მობილური ანთაობის დამახასიათებელი ნაწილია. დიახ, ეს 21 საუკუნეა. ერთ დილას, როდესაც აბიტურიენტი გოგონა ანანო ქართულზე მიდიოდა, მას ქუჩაში სიმპათიური ბიჭი შეხვდა და გაცნობას თხოვა. დილით მიდიოდი ქართულზე, ნახევრად მეძინა და თან შევხედა, კაი ბიჭი იყო, მომეწონა ეგრევე შორის და უწევ სტოპ მიკეთებს და გაჩერდა და მეთქი ვაიმე. ძალიან მაგრამ მომეწონა, გავაჩერე და მეთქი ბაბნიკი არ და მე დავიხო და რაღაცები და მე იმ დღეს ვნახე მეორეჯერ. ხეს ფოთლები გასვირდა შეტყობინებებით გაგრძელდა. ანანოს ძირითო გულის სიღრმეში მარტოდ გავარ ქუჩაში. შეიძლება არ მოგეწონოს ბიჭი, რომელიც ასე ორიგინალურად დაუეცრებს. ანანო, ივიკოს ისე ძალიან მაგრა უყვარხარ, ისე ძალიან მაგრა უყვარხარ, რომ მეც მინდა ვინმეს ეგრე უყვარ და ბევრი აღარ გაატრაკო რა. ანანო, იცოდე რომ ივიკოს მაგრა უყვარ. ისე უყვარხარ ივიკოს რომ ეგრე რომ ვიც უყვარდე, არ ვიცი. უყვარხარ და გიშდება შენ. ესე არ უყარებარი. ანანო, ივიკოს მაგრა უყვარხარ. ანანო, ივიკოს მაგრა. ივიკო ძალიან უყვარხარ. ყველა ვიცის ქალაქში უყვარხარ. შემდეგ ყველაფერი სიყვარულში გადაიხადა. მე დაგიხატავ ნახავს ისე ველაზე მაგრამ რომ გუჯის ვერ დახატავ ველაზე ცხოვრებაზე მიყვარს. ისე ხაბრუნებს სიმღერას საცრომე ჯგუფი გაბუტო ანგლ
სიყვარულისკენა მათი ურთიერთობისთვის უცხოა, რადგან ისინი მთელ დროს სიყვარულს უთმობენ. ივიკო კი ისევ აგრძელებს ორიგინალური საჩუქრებით ანანოს გაუცებას. მე ჩემთან შედღაც მოდიოდი და ამან რაღაცა მიაწოდა ჩემთან წავიდა ჩემთან სახლში და რავი დავხვდა დიდი პარკი და ბევრი რაღაცები და შიგნით და ბარათი იყო, სასახსნელი იყო, გარისთვის იყო რა. პატარა თოების ბოშთვის რა. იმიტომ რომ თბილად მყავდე. მე იყო საშლელი. ვინც ამასაშლელია რო ამოშალო. მე იყო რაღაცა სათვალე თავის რო ჭამეტია ის. თვალებში რო უკეთესად გამოვიხեցო. კარგად დავინახე. ოჯახის შექმნა ეს ის თემაა, რომელზეც 24 საათი საუბრობს. სავარაუდოდ ისინი მაინც. სხვა თემა არ არსებობს. სამო კლასნა ოჯახის შექმნას ვაპირებ. ოღონ ცოტა ხანში რა. სალაპარაკობენ გეგონა თვითონ არაძას ყოფილან ახალგაზრდები რა. მე რამდენსაც ვიცი ისეთი ცხოვრება ქონია და ისეთ შეყვარებულობა რომ დღესაც არ აქვს ბევრს ეგეთი, ამიტომ ბევრს მოპარაკობენ და ამ ორ წყვილს ასაკი, ურთიერთობის სტილი და შეხედულებები განასხვავებს, მაგრამ მათ აერთიანებთ ერთი რამ, სიყვარული, რომელსაც სიტყვები არ სჭირდება და მისთვის თვალებით საკმარისია. ეს ყველაფერი მხოლოდ შენთვის მინდა არ ვითხრა რომ შენთვის უარის თმა გინდა მითხარი რომ ეს სიმღერა ამად ღირდა